მოგესალმებით, მივესალმები საზოგადოებას. დღეს წარმოგიდგენთ ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას, რომელიც ეფუძნება DGG-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებულ მონაცემებს. 2025 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა. აქედან გამომდინარე 11 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 7.5%. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში შეიტანეს შემდეგმა დარგებმა. ეს გახლავთ ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორი, საფინანსო და სადაზვერვო საქმიანობა და ასევე სამთო მოპოვებითი მრეწველობა. თუმცა მიუხედავად ამისა, ენერგეტიკის და მშენებლობის სექტორებში გამოვლინდა კლების ტენდენცია. 2025 წლის ნოემბერში საქონლის ექსპორტი, როგორც მოგეხსენებათ, გაზრდილია 44.2%-ით 11 თვის ჭრილში სახეზე გვაქვს ექსპორტის 10%-იანი ზრდის მაჩვენებელი, იმპორტი შემცირებული 1.2%-ით, ხოლო 11 თვის მონაცემებით იმპორტი 9.3%-ით არის გაზრდილი. 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა 6050-მდე ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი 7.3%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის პერიოდის მონაცემებს. შემცირება ძირითადად მოდის ადგილობრივი ინდმეწარმეების რეგისტრაციაზე, თუმცა შემცირებული ასევე უცხოური ინდმეწარმეების რეგისტრაციის მაჩვენებელიც. 10%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული DGG-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 15 მილიარდ 70 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო სატვირთო გადაზიდვების მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან, ძირითადად ეს ეხება როგორც საგზაო, ისე საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებას და შესაბამისად გაიზარდა ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებელი. დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან, გაზრდილია თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება. ასევე აქვე აღსანიშნავია, რომ სამჯერ გაიზარდა ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტი, ძირითადად თურქეთის მიმართულებით. დაახლოებით 6ჯერ გაიზარდა აზოტოვანი საწუხების ექსპორტი, ძირითადად რუმინეთის მიმართულებით და 53%-ით არის გაზრდილი მინერალური წყლების ექსპორტი, ძირითადად რუსეთის და ყაზახეთის მიმართულებით. უძრავი ქონების ოპერაციების სექტორს რაც შეეხება, აქ ზრდა ძირითადად განაპირობა როგორც საკუთარი, ისე იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობა ნაგებობების გაქირავებასთან და მის მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების მოცულობის გაფართოებამ. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების დასთან, სამთო მოპოვებითი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად უკავშირდებოდა ფერადი ლითონების მოპოვებას. როგორც გითხარით, მშენებლობის სექტორში გამოვლინდა კლების ტენდენცია და ეს ძირითადად დაკავშირებული იყო სამოქალაქო მშენებლობის მოცულობის შემცირებასთან, როგორც მაგალითად გზების, ხიდების და ავტობანების მშენებლობა, თუმცა ასევე შემცირებულია სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების მაჩვენებლები, როგორც მაგალითად წყალგაყვანილობის, გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემის მონტაჟი. აქვე აღსანიშნავია საგარეო ვაჭრობის მონაცემებსაც გაგიზიარებთ ამასთან დაკავშირებით, დაახლოებით 29%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი და დაახლოებით 24%-ით არის შემცირებული ცემენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი. რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს, აქ კლება ძირითადად დაკავშირებული იყო ელექტროენერგიის განაწილების შემცირებასთან და აქვე აღსანიშნავია, რომ შემცირებულია საანგარიშო პერიოდში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის იმპორტის მაჩვენებელი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, წელს ამით დავხურავთ. გილოცავთ დამდეგ 2026, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას.